ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისათვის საშიში ხორცპროდუქტი. რეალიზაციის ფაქტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა. ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისათვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით. იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით თერჯოლის სოფელ სიქთარვაში ბიზნეს ოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით აწარმოებდა. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. შპს ალგო 2014 და ინდივიდუალური მეწარმე ც-ამ აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ. ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება გამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასებული 131 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებული არიან პაკისტანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ტაილანდის, ფილიპინების, ალჟირის, ეგვიპტის, იორდანიის, სუდანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ყაზახეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა. ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც. პროექტის ფარგლებში აშენდა 12 კილომეტრიანი 4-სოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი. ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გადასასვლელები. ახალი გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგუეთის ტერიტორიაზე გადის. სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალი 4 მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები პირველ მონაკვეთზე გრძელდება. დღე არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაში არის მიღებული 399 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ეს იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. სამტრედია გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს მთლიანად დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52 კილომეტრი სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. მომავალ წელს იგეგმება უკვე მისი გახსნა. ახალი გზით ჩვენ გვერდსუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას, შედეგად გზავრობის დრო თითქმის მესამედით იზრდება უსაფრთხოება და იზრდება რა თქმა უნდა გადაზიდვის ეფექტიანობა. აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთ-ქობულეთის ავტომაგისტრალის დარჩენილი ნაწილი, ქვეშეთიკობის ისტორიული პროექტის ფარგლებში გუდაურამდე მისასვლელი გზა. ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება კახეთის მიმართულების დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა და ანაკლის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა. მთლიანობაში ჩვენი გეგმა არის ძალიან ამბიციური. სამთავრობო ანგარიშის წარდგენის დროს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 2031 წლისთვის გვინდა თითქმის ყველა
მონაკვეთის მთლიანად დასრულება. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე გავხსენით ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ახალი ცვლილებები, რაც ასევე საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის, ასევე აქტიურად წარიმართება ანაკლიის პორტის მშენებლობა, ზოგადად პორტების განვითარების პროცესი. ყველა მიმართულებით კეთდება ძალიან ბევრი რამ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში. ინფრასტრუქტურაში ყველაზე ძვირი შეცდომა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოა. ამ გზის გახსნა 3 თვის წინათ შეიძლებოდა, ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, მაგრამ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც უნდა ჩააბაროს სახელმწიფო მოსახლეობას. შესაბამისად, ეს ხარვეზები არ იყო თვალშისაცემი, თუმცა ჩვენ სამინისტროში შევქმნით უკვე ისეთი მექანიზმები და სტრუქტურები, რომელიც მაქსიმალურად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ჩავიბაროთ და ჩვენი მიდგომა ყოველთვის იქნება ანალოგიური, რომ სანამ სამუშაო არ შესრულდება უმაღლესი ხარისხით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ ავტომაგისტრალი, ჩვენ უბრალოდ სამუშაოებს არ ჩავიბარებთ. დღეს საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელზეც მხოლოდ სატრანზიტო გზა გადის. დღეს საქართველო არის მარშრუტი, რომელმაც ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში დაამტკიცა თავისი სანდოობა, სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა. საქართველო აღარ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ზღვის გამოცდილებას იყენებს. დროა, ცოდნა და ადამიანური რესურსი და საკუთარი წარმატების მაგალითები სხვებსაც გაუზიაროთ. მინდა რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოზე თქვან არა მხოლოდ ის, რომ კარგი გზები და განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს, არამედ ისიც, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცოდნა, ხარისხი და პროფესიონალიზმი გახდა წინსვლის მთავარი საფუძველი. ყველა გზა საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება: განვითარებას და უკეთესი მომავლის შექმნას. ლეჩხუმში 3000 წლის წინადელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ეს არის კოლხეთის უძველესი ცივილიზაციის ნაშთები. მდინარე ცხენისწყლის სანაპიროზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიწისქვეშა საგანძურს ჯერ კიდევ 2016-19 წლებში მიაგნო, სადაც გვიანი ბრინჯაოს ხანის სპილენძის სადნობი 20-ზე მეტი სახელოსნო გამოვლინდა. ეს კომპლექსი თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთის ტერიტორიაზე და აქამდე ცნობილ მსგავს ზეგლებს შორის. აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიციაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან. ჩავატარეთ ინტენსიური სადაზვერო სამუშაოები, რომ გამოგვევლინა ესეთი უბნები, სადაც გამადნება, მინერალიზაცია ჩანდა, ავაგროვეთ ძალიან დიდი რაოდენობით ნიმუშები და შევისწავლეთ სხვადასხვა მეთოდოლოგიით და ასევე მათ შორის ეს წიდებით და რომ კორელაცია გაგვეკეთებინათ ადგილობრივ მადანს ადნობდნენ, ბუნებრივია, რომ ადგილობრივს ადნობდნენ, მაგრამ ამას ხო უნდა დამტკიცება. აქ ჩვენ დიდი რაოდენობით გვაქვს წიდები, გვაქვს ტექნიკური კერამიკის ფრაგმენტები, ტექნიკურ კერამიკაში რა არის გარისანებული, ეს არის ტიგელების ფრაგმენტები და საქშენი მილების ფრაგმენტები. რო გამოადნო სპილენძი, ამისთვის გჭირდება ქურა, გჭირდება ტიგელები და გჭირდება საბერველი მილები, რომელიც აძლევს ამ ცეცხლ სიმხურვალეს, რომ განავითარო 1000-ზე მაღალი ტემპერატურა, რაც გჭირდება სპილენძის დნობას. ეს წიდა, რასაც ხედავთ, თვითონ ძალიან საინტერესოა იმ ხრივ, რომ მისი ქიმია საკმაოდ კომპლექსურია. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და ასევე ვინაიდან პირველი ფაზის მეტალურგიაში ვართ, შეიცავს ასევე დიდი რაოდენობით სპილენძს. და ეს წიდა არ არის საბოლოო პროდუქტი. ამ წიდების შემდგომ ხდებოდა დამტვრევა და ის ჩარჩენილი სპილენძის ნარჩენები, რაც იყო ამ წიდაში, აცალკევებდნენ ამ ფუჭიქანებისგან და შემდგომ მეორადი გამოდნობის პროცესის დროს ხდებოდა ამ მიღებული ნარჩენი სპილენძის ფრაგმენტების გადადნობა. საქართველოში არსებობდა ძალიან დიდი ტრადიციები
არქეომეტალურგიული კვლევების და დღევანდელი გამარჯვებაც ამ ტრადიციების გაგრძელება. საერთოდ ვიტყვი, რომ ეს გახლავთ ანალოგია მეტალურგიული ქარხნის, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეისტორიული მეტალურგიული ქარხანა აღმოჩნდა ყველა იმ კომპონენტით, რაც დღეს აქვს მეტალის დამზადებას და რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ეს ჩდება მთიანი კოლხეთის სტრატეგიაში და აჩვენებს იმას, რომ კოლხეთი ზოგადად გახდა ძალიან განვითარებული სახელმწიფო და ეს მეტალი არჩებოდა მეტალად, აქედან იქმნებოდა სხვადასხვა პროდუქცია და მათ შორის ის განსაკუთრებული ნიმუშები, რომლებიც დღეს ჩვენ მუზეუმებშია გამოფენილი. ამ ადგილზე სპეციალურად ჩამოვედი, რადგან ის ძალიან საინტერესოა და ბევრი მსგავსება აქვს სამხრეთ ალპებში ჩვენს მიერ შესწავლილ ძეგლებთან. ტექნოლოგია და პერიოდი ძალიან გავს ერთმანეთს, განსაკუთრებით მადნის გამოდნობის საწყის ეტაპზე. თუმცა პროცესის ბოლო ეტაპზე გარკვეული განსხვავებებიც იკვეთება. ჩემი ვარაუდით, გვიანი ბრინჯაოს ხანაში აქ სპილენძის მასობრივი წარმოება არსებობდა. იზოტოპური და ქიმიური ანალიზები დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ იწარმოებოდა და როგორ ვრცელდებოდა სპილენძი საქართველოს მასშტაბით. ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით წიდების მინერალოგიური და ქიმიური ანალიზის მიმართულებით.